ამერიკიდან დელეგაცია უნდა ეწიოს საქართველოსო, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება ამ კუთხით და რა მოლოდინები გაქვთ ამ ვიზიტისგან და ზოგადად როგორ გასახებათ საქართველოს და ამერიკის ურთიერთობისგან? მოლოდინებს რაც შეეხება ვიტყოდი ოპტიმისტური და ოპტიმისტური მოლოდინს აჩენს ის სატელეფონო ზარი, რომელიც იქნა განხორციელებული პრეზიდენტის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა მარკო რუბიოსთან, მესიჯები რაც იქნა გაჟღერებული, შესაბამისად დაველოდოთ ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, მე გუშინაც ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეგობრობა, მნიშვნელოვანია ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ვიკითხავთ, როგორ შეაფასებთ მისვისა, ასევე რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ვიზიტები? რაც შეეხება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტს, ზოგადად ვიტყოდი, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მივესალმები აღნიშნულ ვიზიტს. იმის გათვალისწინებითაც თუ შევხედავთ, თუ რა მძიმე პროცესებია ახლო აღმოსავლეთში, ზოგადად რა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება ასევე რეგიონში. აზერბაიჯანთან თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან თბილი მეგობრული ურთიერთობა და ეს ვიზიტები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს კიდევ უფრო გავაღრმავოთ არსებული მეგობრული დამოკიდებულება ქვეყნებს შორის. ჩაგეკითხებით, გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს მნიშვნელობაზე შუა დერეფნის კუთხით და ეს იმ ფონზე ხდება, როცა მაგალითად ევროკომისიის ხელმძღვანელი პირები შუა დერეფანს საუბრისას საერთოდ არ ახსენებენ საქართველოს. ამას როგორ შეაფასებთ? რაც შეეხება ახლა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, ჩვენ ვიცით, ხო? რატომ ხდება ამ ტიპის განცხადებები და საერთოდ საქართველოს არ მოიხსენიება. ხო, საქართველოს ხო არ გააქრობენ, ხო? ჩვენი გეოპოლიტიკური აღიარება არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, ევროპისთვის, ყველასთვის, რა თქმა უნდა. შესაბამისად, საქართველოს გამოყენება ამ უმნიშვნელოვან გზაზე და დერეფანზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპელების მხრიდან ამის არ მოხსენიება მიზანმიმართულად, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიდის შანტაჟი, მიდის შეურაცხყოფა, მიდის მუქარები საქართველოს ქვეყნის მიმართ. ეს რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელი და ვიცით რა არის ამის მიზეზი, ხო? ჩვენ არ გადავდგით ის ნაბიჯები, რომელიც დამაზიანებელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, არ გავაკეთეთ და გადავდგით ის ნაბიჯები, რომელიც დამღუპველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ზოგადად ქართველებისთვის. ეს არის პრობლემა და მიზეზი, თუ რატომ აქვს ასეთი აგრესიული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. სააკაშვილის